გусმენთ ყველაზე ჯანსაღ რადიოს, მედFM-ს და შესაბამისად ბრუნდებით ტალღაზე 103 გადაცემით შენი სარკე თეკლათ ალაკოძესთან ერთად შეგახსენებთ გადაცემა შენი სარკე. წარმოგიდგენთ კლინიკა Oxford Medical Georgia. ჩვენი დღევანდელი თემა ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ჩვენი სტუმარია მედიცინის დოქტორი, კლინიკა Oxford Medical Georgia-ს კონსულტანტ გინეკოლოგი, პროფესორი ქალბატონი თეონა სალოქვაძე. ქალბატონო თეონა, მოგესალმებით. მე ვიცი, რომ გინეკოლოგია ერთ-ერთია იმ ძირითადი მიმართულებებიდან, რომელშიც Oxford Medical-ის კლინიკების ქსელი საკუთარ მომსახურებას თავაზობს პაციენტებს. და დავიწყოთ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით, ანუ რა დაავადებების კვლევის და გამოვლენის საშუალებას იძლევა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მოგესალმებით. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის როლი ძალიან დიდია გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკაში და ორსულობის მონიტორინგში. არსებობს ვაგინალური და აბდომინალური ეხოსკოპია. ვაგინალურს ჩვენ ძირითადად უფრო ინფორმაციულია და მიმართავთ ყველა პაციენტში, გარდა პაციენტებისა, რომლებიც არ ცხოვრობენ სქესობრივ ცხოვრებით, არ ცხოვრობენ. ეხოსკოპიით შესაძლებელია თითქმის ყველა ძირითადი პათოლოგიის დიაგნოსტირება, როგორც არის საშულოსნოს მიომა, საკვერცხების კისტა, საშულოსნოს ღრუს პოლიპი, ენდომეტრიუმის გიპერპლაზია, პოლიცისტური დაავადებების სინდრომი, ორსულობის დიაგნოსტიკა, გარეორსულობის დიაგნოსტიკაც. ასევე დანამატების პათოლოგიების დიაგნოსტირებაც. ძირითადად ეს ლაპარაკია მირის ანთებით დაავადებებზე. საშულოსნოს განვითარების ანომალიების დიაგნოსტირება, როგორც არის მაგალითად რქიანი საშულოსნო, წგიდე საშულოსნოს ღრუში, ასევე სპირალის დებარეობის დადგენაც. ეხოსკოპიას ასევე დიდი როლი აქვს მილების გამტარიანობის დიაგნოსტიკაში, რომელსაც ეხოჰისტეროსალპინგოგრაფია ქვია და თავისთავად ნაყოფის განვითარების მეთვალყურეობაში, განვითარების ანომალიების დიაგნოსტიკაში. თუმცა ასევე მინდა დავძინო, რომ ეს არ არის 100%-იანი მეთოდი კვლევა, ხშირად ორსულებს უთქვიათ, რომ ვერ მომხდარა ბოლომდე ყველა ნაყოფის განვითარების ანომალიის დიაგნოსტიკა და ასევე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ეს არ არის 100%-იანი მეთოდი, განსაკუთრებით ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკაში. და ბუნებრივია სრულყოფილი აპარატურა და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც Oxford Medical Clinic-ში არის შესაძლებლობა, ყველაფერს იძლევა, რომ იყოს მეთოდი ძალიან დახვეწილი. რა თქმა უნდა, ქალბატონო თეონა, პაციენტებს ძალიან უყვართ ეხოსკოპიური კვლევა, თითქმის ყველა ორსული მოგმართავს, რომ ყოველთვიურად ჩაიტაროს, ასე რომ მეთოდი ნაკლებ ინვაზიურია და ერთ-ერთი საყვარელი კვლევითი მეთოდია პაციენტებს შორის. დიახ. ამ საინტერესო საუბარს აუცილებლად განვაგრძოთ პატარა სარეკლამო ჭრის შემდეგ. თეონა, დღეს თქვენი პრაქტიკის მიხედვით რომ გითხრათ, ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პათოლოგიების შესახებ, რომელია დღესდღეობით მაინც ყველაზე გავრცელებული? საშულოსნოს ყელის დაავადებები, ეროზია, რომელიც ძალიან ხშირად უშუალოდ გინეკოლოგიური გასინჯის დროს ისმევა ეს დიაგნოზი და პაციენტისთვის ხშირად ეს არც არის ცნობილი. დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება კოლპოსკოპიური კვლევით, ვიზუალური კვლევისას და ასევე მას ემატება სხვა კვლევის მეთოდები, როგორც არის პაპ ტესტი, საშოს ბაქტერიოლოგია, მიკროსკოპია, ნაცხი ხლამიდიაზე და ასე შემდეგ. გამომდინარე ასევე პრობლემებიდან. ანთებითი დაავადებები, საშულოსნოს ყელის, საშულოსნოს მისი დანამატებების ასევე საკმაოდ ხშირად გვხდება გინეკოლოგის პრაქტიკაში. გიპერპლაზიური დაავადებები საშულოსნოს, როგორც არის ცერვიკალური არხის პოლიპი, საშულოსნოს ღრუს პოლიპი, ენდომეტრიუმის გიპერპლაზია. ეს დაავადებები, გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია, როგორც ნამშობიარებელ, ასევე არანამშობიარებელ ქალებში. ისინი ითვლება როგორც კეთილთვისებიანი დაავადებები, თუმცა რისკი ონკოლოგიურ დაავადებებად გარდაქმნის მაინც არსებობს. ამისათვის აუცილებელია, რომ პაციენტმა დროულად მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს ეხოსკოპიური კვლევა, ბიმანუალური კვლევა, გინეკოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც ხდება ძირითადად ამ დაავადებების დიაგნოსტიკა. ამ დაავადების ჩამოთვლილი დაავადების გამოვლენა ხდება ძირითადად მენსტრუალური ციკლის დარღვევის საფუძველზე. თუმცა შესაძლებელია იყოს, რომ პაციენტს არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს და მხოლოდ სკრინინგული კვლევისას აღმოაჩნდეს ეს პათოლოგიები. სამწუხაროდ ამ ჩამოთვლილი პათოლოგიების მკურნალობის მხოლოდ ერთ-ერთი გზა არსებობს, ეს არის ქირურგიული მკურნალობა, რომელიც
ჰისტეროსკოპიული გზით მიიღწევა. ხდება ამ დაზიანებული უბნის, ანუ ამ წანაზარდის პოლიპის მოშორება და მისი გაგზავნა მორფოლოგიურ კვლევაზე. საკმაოდ ხშირია ასევე საშუალოსნოს მიომა. ამიტომ ქალბატონებმა ხშირად არის ხოლმე რომ მიომა ძალიან პატარა ზომის არის და არანაირ ჩივილებს არ იწვევს პაციენტებში. მაგრამ აუცილებელია მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, ყოველ 6 თვეში ერთხელ ეხოსკოპიური კვლევა, გინეკოლოგთან ვიზიტი, რომ მოხდეს მონიტორინგი და ამ მიომის ზრდაზე ექიმის გარკვეული მეთვალყურეობა. აი ქალბატონებმა უკაცრავად ჩაიკითხებით, ვთქვათ აი მიომის შემთხვევაში, როცა არსებობს ჩივილები. აი ამ სიმპტომებზე რომ იცოდნენ მსმენელებმა, ის რა სიმპტომებია ამ შემთხვევაში? სიმპტომები შესაძლებელია იყოს მიომის დროს ძალიან ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევა. უფრო ხშირად ლაპარაკი ეს ჭარბ და ხშირ მენსტრუაციაზე. ხშირად ტკივილებზე, მცირე მენჯისხრუსი, სიმძიმის შეგრძნებაზე. ხშირად აქვთ ესეთი პაციენტები, როდესაც უკვე მიომის ზომა დიდია და გარკვეულ ზომებს აღწევს, ის აწვება გვერდით ორგანოებს, როგორც არის შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი და იწვევს დეფეკაციის გახშირებას, საშარდე სისტემის პრობლემები ერთვება თავს, სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი. ამიტომ თუ რასაკვირველია ეს ყველა აღნიშნული ჩივილია, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ და ჩაიტარონ ულტრაბგერითი კვლევა. საკმაოდ ხშირია პრობლემები დაკავშირებული უშუალოდ მენსტრუალურ ციკლთან, როგორც არის დისმენორია. დისმენორია ეს ნიშნავს მტკივნეული მენსტრუაცია. მე ვიტყოდი რომ ახალგაზრდა პაციენტებში, სკოლის მოსწავლე გოგონებში ძალიან ხშირია ეს დაავადება. ასევე პრედმენსტრუალური სინდრომი, რომელიც ქალის ცხოვრების ხარისხს საკმაოდ აქვეითებს და ასეთი პაციენტები საჭიროებენ საკმაოდ დროულ მკურნალობას. ხშირად ეს აღნიშნული ჩივილები დაკავშირებულია სხვადასხვა ჰორმონალურ პრობლემებთან, ზოგჯერ არანაირი პრობლემა არ არის დიაგნოსტირებული და უშუალოდ რეკომენდაციები, ხშირად ჯანმრთელი ცხოვრების რეჟიმი, სპორტით დაკავება, ყველაფერი ეს ხელს უწყობს ამ დაავადებების, ასე ვთქვათ, უკან წასვლას და მაგრამ ზოგჯერაც ეს საჭიროება მას საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობასაც. ასევე სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები, რომელიც უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დარღვევებს უკავშირდება, როგორც არის ჭარბი მენსტრუაცია, გახანგრძლივებული მენსტრუაცია, ნებისმიერი ციკლის დარღვევა, მას არ აქვს მნიშვნელობა, შემცირებული იქნება ციკლი თუ გაზრდილი, ქალბატონს რომ მოიჩვენება, რომ რაღაც პრობლემა არის მენსტრუაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და საერთოდ ექიმების ძირითადი მიზანი მედიცინის პროფილაქტიკამდე დაყვანა. ამიტომ ყველა ჩემსმენელს, განსაკუთრებით ქალბატონს ვურჩევ, რომ გამომდინარე ასაკიდან 30-35 წლის ზევით მაინც წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს გინეკოლოგს. 35 წლის ზევით კი რეკომენდირებული 6 თვეში ერთხელ, თუ რასაკვირველი არანაირი პრობლემა არ აწუხებს და ჩაიტაროს რეგულარულად პაპ ტესტი და სარძევე ჭირკვლის გამოკვლევა, ვინაიდან აღნიშნული დაავადებების პრევენცია დღესდღეობით არის შესაძლებელი და ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ძირითადად მიზანია მედიცინის პროფილაქტიკამდე დაყვანა. ქალბატონებთან მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებები ეს იმდენად გავრცელებულია, რომ ბევრი, ვთქვათ, პაციენტი არ აქცევს სათანადო ყურადღებას, გადადის, ვთქვათ, ქრონიკულ ფორმაში ხშირად და აი რომ გითხრათ, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ ანთებებმა არ გაკონტროლების შემთხვევაში. გასაგებია. ინფექციური საერთოდ გინეკოლოგიური ინფექციური დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის აგენტით. ეს იქნება ბაქტერიული ინფექციები, ვირუსული ინფექციები, პარაზიტული, ხშირად სოკოვანი ინფექციები. ასევე მინდა გამოვყო თვითონ ტუბერკულოზური ინფექციის როლიც ანთებითი დაავადებების, მენჯისხრუს დაავადებების ჩამოყალიბებაში. თუმცა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგია არ არის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პაციენტის ტესტირებაც მოხდეს ამ აღნიშნულ ინფექციაზე. ინფექციებმა შესაძლებელია დააზიანოს რეპროდუქციული ორგანოს ნებისმიერი რგოლი. ეს იქნება საშულოსნოს ყელი, საშო, გადავიდეს საშულოსნოში და დანამატებში. ეს უფრო გავრცელებული და შორსწასული ფორმებია. ძირითადად მაინც დაავადებას იწვევს სქესობრივად გადამდები ინფექციები, რომელთაც მიეკუთვნება ხლამიდიოზი, გონორეა, ურიაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი, ტრიხამონიაზი. დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელია როგორც ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, ასევე უშუალოდ
ექიმთან ვიზიტის დროს, ჩვეულებრივად გამოკვლევების დროს. მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად პაციენტები არიან მატარებელი სხვადასხვა ინფექციების და არანაირი გამოვლინება არ აქვთ, რომელიც ხელს უშლის პაციენტის დროულად ექიმთან მიმართვას. ასეთი დაავადებები ხშირად ქრონიკულ ფორმაში გადადიან და ხშირად უკვე იწვევს ისეთ გართულებებს, როგორც არის უშვილობა, მილების გამავლობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჰიდროსალპინქსი, და შესაძლოა მილების ნორმალური ფუნქციონირება უკვე დარღვეულია შორსწასული ინფექციების მკურნალობაში. პრევენცია დაავადების მკურნალობა რასაკვირველია პირველ ეტაპზე ხდება გამომწვევი აგენტის იდენტიფიცირება, ანუ ხდება სპეციალური კვლევები, რომელიც უზრუნველყოფს გამომწვევი ინფექციის დადგენას და შესაბამისად ინიშნება მისი საწინააღმდეგო მკურნალობა. ვინაიდან ინფექციები ძირს სქესობრივად გადამდებია, არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე პარტნიორის გაგზავნაც სპეციალისტთან, უროლოგთან, ვინაიდან შესაძლებელია კვლავ ხელახლა დაინფიცირების შემთხვევაში რეინფექცია, რაც ასევე ხელს უწყობს დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლას. მისი პრევენცია რა არის? პრევენცია ის არის თავდაცვის ბარიერული მეთოდების გამოყენება, როგორც არის კონდომი, მას აქვს ორი ფუნქცია, დაცვა არასასურველი ორსულობისგან და ასევე ინფექციური დაავადებებისგან, თუმცა ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის 100%-იანი დაცვა, ბევრი ვირუსული დაავადება, მათ შორის ასევე ტრიხამონიაზიც კი გადადის, რაღაც რისკი არსებობს, რომ კონდომის შემთხვევაშიც იყოს მისი გადაცემის რაღაცა რისკი. პაპილომა ვირუსული ინფექცია, გერპეს ვირუსული ინფექცია ვერ ხდება ამ ბარიერული მეთოდით მისი ბოლომდე დაცვა. ამიტომ საიმედო პარტნიორების არა ხშირი ცვლა, ესეც ერთგული პარტნიორი ხელს უწყობს დაავადების, ასე ვთქვათ, პრევენციას. და რასაკვირველია, ნებისმიერი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, როგორც არის რაღაც პათოლოგიური გამონადინის საშონა, რაღაც დისკომფორტი, სქესობრივი ცხოვრების დროს, წვის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, აუცილებლად უნდა დროულად მიმართოთ ექიმს, რომ ჩაიტაროთ დროული მკურნალობა და დაავადება ქრონიკულ ფორმაში არ გადაიზარდოს. და ამ დაავადებებს შორის არის თუ არა ისეთი ვთქვათ ქრონიკული ფორმა, არსებობს თუ არა ისეთი დაავადება, რომელიც სრულიად განკურნებას არ ექვემდებარება. თუნდაც აი ვენერიული დაავადებების შესახებ. იცით რა არის თუ დროულად იქნა საერთოდ ექიმთან ვიზიტი თითქმის მეტნაკლებად ყველა დაავადება და პაციენტმა დაიცვა ყველა რეკომენდაცია, რომელიც ექიმის მიერ არის მიცემული, იმიტომ რომ ხშირად ვიტყოდე ჩემ პრაქტიკანთან, რომ ზოგიერთი პაციენტი არ უღებს ექიმის მიერ რეკომენდაციებს, დანიშნული ანტიბაქტერიული ან ანტიბიოტიკოთერაპია, როდესაც შედეგს უკვე ძალიან მალე ვიძლევა დაახლოებით 2-3 დღეში, ხშირად ბოლომდე არ ხდება მისი მიყვანა. უკვე თავი გამოჯანმრთელებული გონიათ. არ ხდება პარტნიორის ძალიან უჭირს სამწუხაროდ ქართულ მამაკაცებს ტესტირების გავლა და ესეც ერთ-ერთი ვიტყოდი, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის. ყველას გონია, რომ არაფერი პრობლემა არ აქვს. სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ როგორც თქვი, ეს უჯრედში და ინფექციები არ არის ისეთი აუცილებელი არ არის, რომ ძალიან მწვავე ფორმით გამოვლინდეს და საჭიროებდეს ესეთ მას რა ქვია, სიმპტომები არ აქვს ძალიან ხშირად. თუმცა ქალბატონებში უფრო ადვილად ხდება აღნიშნული ჩივილების გამოვლინება და ამიტომ ორივე პარტნიორი აუცილებლად საჭიროებს მკურნალობის კურსის გავლას. ეთერში გადაცემა შენისარკე, პატარა მუსიკალური პაუზის შემდეგ კვლავ ქალბატონ თეონასთან ერთად დაგიბრუნდებათ. ბრუნდებით მედეფემის ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი სტუმარია, მედიცინის დოქტორი, კლინიკა Oxford Medical Georgia's კონსულტანტ გინეკოლოგი, პროფესორი ქალბატონი თეონა სალუქვაძე. ქალბატონო თეონა, რას გვეტყოდით ვირუსულ ინფექციებზე? და მათ შორის ყველაზე საშიში რომელია? ვინაიდან მე გინეკოლოგი ვარ, ბუნებრივია ძირითადად ლაპარაკობ ვირუსულ ინფექციებზე, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა. აუცილებლად მინდა გამოვყო პაპილომა ვირუსული ინფექციის როლი საშუალოსნოს ყელის კიბოს განვითარების პროცესში. საშუალოსნოს ცნობილია, რომ უკვე დიდი ხანია ეს დამტკიცებულია, რომ დაახლოებით 70-80%-ზე საშუალოსნოს ყელის კიბოს იწვევს პაპილომა ვირუსული ინფექცია. ინფექცია მხოლოდ ძირითადად სქესობრივი გზით გადადის.
გადის. ნუ აღწერილია შემთხვევები, როდესაც რაღაც კონტაქტით გადადის მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში, მაგრამ ნუ იგულისხმება მაინც ძირითადად სქესობრივი ცხოვრება. ქალბატონებში, მამაკაცებში ძალიან ერთეული შემთხვევები აღწერილი, რომ იწვევს ეს სასქესო ასოს რაღაც ონკოლოგიურ დაავადებას, მაგრამ ძირითადად ამ შემთხვევაში ქალბატონები არიან ამ ვირუსული ინფექციის, ასე ვთქვათ, ვირუსული ინფექციით გამოწვეული საშუალოსნო სყელის კიპოს როგორც რაღაც მსხვერპლი დიახ. პაპილომა ვირუსული ინფექცია 70% ქალბატონებისა ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყოველთვის ინფიცირდება ამ ვირუსული ინფექციით. ვირუსული ინფექცია, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ არსებობს დაახლოებით მისი 200-მდე ტიპი, მათ შორის არის ონკოგენური და არაონკოგენური ტიპები. ონკოგენური ტიპები არის 16, 18, 21, 23 და ასე შემდეგ არ გავაგრძელებ. მაგათი რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ ნუ დაახლოებით 20-მდე ტიპია, რომელიც იწვევს საშუალოსნო სყელის ტიპოს, თუმცა ყველაზე უფრო მეტი ონკოგენურობით გამოირჩევა მე-16 და მე-18 ტიპები. დღესდღეობით არსებობს პაპილომავირუსული ინფექციის პრევენცია, რომელიც ხდება მისი ვაქცინაციით. დღესდღეობით საქართველოში არსებობს პროგრამა, რომელიც 25 წლამდე ქალბატონებისთვის ეს ვაქცინაცია უფასო არის. ასე კურორტი უმჯობესია ჩატარდეს ეს ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ხოლო სქესობრივი ცხოვრების შემდგომ ხდება პაციენტის გამოკვლევა, მას უტარდება პაპ ტესტი, ეს არის ციტოლოგიური კვლევა საშუალოსნო სყელიდან. პაპ ტესტი და ვირუსული ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში უკვე კეთდება პაპილომავირუსის გენოტიპირება. ანუ ეს არის სპეციალური ანალიზი, უმტკივნეულო ნაცხი, რომელიც იღება ასევე საშუალოსნო სყელიდან, დაახლოებით ისევე როგორც ეს პაპ ტესტი და იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც ხდება დიაგნოსტირება, არის თუ არა ქალბატონი ინფიცირებული უშუალოდ ამ პაპილომავირუსის ონკოგენური ტიპებით. ჩვენ კლინიკაში, Oxford Medical კლინიკაში ხდება პაპილომავირუსის გენოტიპირება. კლინიკა თანამშრომლობს ისრაელის წარმატებულ კლინიკებთან, წამყვან კლინიკებთან, ხდება ანალიზის ისრაელში გაგზავნა, რომელიც დაახლოებით 14-17 სამუშაო დღეში პასუხი მზად იქნება. ამიტომ ეს საერთაშორისო გაიდლაინები განსაკუთრებით 35 წლის ზევით ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ საჭიროებს პაციენტი პაპილომავირუსის გენოტიპირების გაკეთებას. ამიტომ რეკომენდაციას ვიძლევი, რომ ქალბატონებმა აუცილებლად გაიარონ სკრინინგული კვლევა გინეკოლოგთან, ჩაიტარონ პაპ ტესტი და საჭიროების შემთხვევაში უკვე პაპილომავირუსული ინფექციის გენოტიპირება, რომ ისევ როგორც გითხარით, მოხდეს პრევენცია ამ დაავადების. საკმაოდ ისეთი კარგი პროგრამა არის, ეს უფასო პროგრამაც, ამიტომ მოუწოდებ ყველას, რომ ჩაიტაროს პაპილომავირუსული ინფექციის გენოტიპირება და პაპ ტესტი. სარეკლამო ჭრა და ჩვენი საეთერში ვართ. ქალბატონ თეონა, მე მგონი არ შეიძლება შევახოთ ისეთ მტკივნეულ თემას ბევრი წყვილისათვის, როგორიც არის უნაყოფობა. აი წყვილის ერთობლივი თანაცხოვრებიდან რამდენ ხანში შეიძლება დასმა, რომ თქვათ უნაყოფობა ეს დიაგნოზი რომ დაისვას? უნაყოფობა ეს არის რეპროდუქციულ ასაკში ქალის უნარობა, იყოლიოს შთამომავლობა. ქორწინება უნაყოფოთ ითვლება თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, ბუნებრივი ერთ-იგივე პარტნიორთან, ერთი ან ზოგიერთი გაიდლაინების მიხედვით უკვე 2 წლის განმავლობაში ქალბატონი არ დაორსულდა. უნაყოფობა არის პირველადი, როდესაც ქალბატონს შვილი საერთოდ არ ყოლია და მეორადი, როდესაც უკვე ყავდა და ამჟამად ვეღარ ახერხებს უკვე დაფეხმძიმებას ისევ იმავე პარტნიორისგან. ეს ინფორმაცია, ანუ თვეების და წლების მიხედვით მოწოდებულია საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რომელთაც ჩვენ ხელმძღვანელობთ ექიმები დაავადებების მკურნალობის და დიაგნოსტირებისთვის, თუმცა ეს კანონი არ არის და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე. ეხლა ქალბატონი, რომელიც 40 წლის არის და შვილი არ ყოლია და ექიმს მომართავს, რასაკურველია ჩვენ 2 წელი არ ველოდებით, რომ დავიწყოთ უნაყოფობაზე პაციენტის კვლევა. ამიტომ დამოკიდებულია ეს პაციენტის ასაკზეც, ასევე ჩივილებზეც, თუ აქვს სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევები, ციკლის დარღვევა, რაღაც პრობლემები, ჩვენ ასეთ პაციენტების გამოკვლევას უფრო ადრეულად
მათ ვიწყებთ. უშუალობის მკურნალობაში უნდა გამოვყო სამი ძირითადი ეტაპი. პირველ რიგში ეს არის გამოწვევი მიზეზის პოვნა და ძირითადი დიაგნოზის დასმა. მეორე ეს არის მოსამზადებელი თერაპია. მოსამზადებელი თერაპიაში შედის ინფექციური დაავადებების მკურნალობა, ენდოკრინული დარღვევების კორექცია, ხშირად წონის კორექცია, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა. და ყველაზე შემდგომ დაამთავრებელი ძირითადი ეს ეტაპი არის უკვე განაყოფიერების უშუალობის მეთოდების შერჩევა გამომდინარე მიზეზებიდან და პაციენტის სასაკიდან. სამი ძირითადი მეთოდია უშუალობის მკურნალობის. პირველი ეს არის ოვულაციის სტიმულაცია. რას ნიშნავს ეს მეთოდი? რომელსაც შესაძლებელია დაემატოს ინსემინაცია, ანუ მეუღლის სპერმის ხელოვნურად შეყვანა საშუალოსნოს ღრუში. პაციენტების უმრავლესობა პაციენტები, რომელთაც უშუალობა ახასიათებთ, უშუალობა დაკავშირებულია ოვულაციის არარსებობასთან. ოვულაცია ეს არის პროცესი, როდესაც ნორმალური ციკლის პერიოდში ყველა ქალბატონში ხდება დაახლოებით შუა პერიოდში მე-14-მე-16 დღეს, რომ იმისათვის რომ წარმოიქმნოს სრულფასოვანი კვერცხუძრით, რომ შემდგომ მოხდეს მისი განაყოფიერება. ქალების სტიმულაცია ნაკლებ ინვაზიური, საკმაოდ ეფექტური მეთოდია უშუალობის მკურნალობაში და გამოიყენება ქალბატონებში ენდოკრინული ფაქტორის უნაყოფობის დროს, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს და ასე შემდეგ. მეორე მეთოდი ეს არის ლაპარასკოპია ჰისტეროსკოპიით. ეს არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკასა და მკურნალობისათვის ორსულობის ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორებისადმი, როგორიც არის შეხურდებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, ენდომეტრიოზი, საშუალოსნოს მიომა, საშუალოსნოს პოლიპი, ჰიპერპლაზია, რომელიც ესეთი პათოლოგიებია, რომლებიც მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ. ამიტომ ესეთი ქალბატონები უკვე იგზავნებიან დიაგნოსტიკურ ლაპარასკოპია ჰისტეროსკოპიაზე, როდესაც ხდება საშუალოსნოს ღრუს მაღალი ტექნოლოგიური აპარატურით საშუალოსნოს ღრუს შიგიდან დათვალიერება, მილების გამავლობის დადგენა და პათოლოგიის შემთხვევაში ხდება მისი კორექცია. და მესამე მეთოდი ეს არის საკმაოდ ისეთი მეთოდი, რომელიც უკვე თუ ოვულაციის სტიმულაცია რაღაც პერიოდის განმავლობაში ნახევარი წლის მკურნალობის შემდგომ პაციენტი ვერ ორსულდება, უკვე პაციენტები იგზავნებიან ექსტრაკორპორალურ, ანუ ხელოვნურ განაყოფიერებაზე სპეციალიზირებულ კლინიკებში. და აი მაინც რა შეიძლება ჩვენ კლინიკას, ვინაიდან ჩვენი კლინიკა Oxford Medical Clinic ეს არის ამბულატორიული კლინიკა, ამიტომ ხდება ქირურგიული ჩარევების გარდა ყველანაირი პაციენტების მკურნალობა, დიაგნოსტიკა, ენდოკრინული დარღვევების, ინფექციური დაავადებების, ქრონიკული დაავადებების მკურნალობა, ოვულაციის სტიმულაცია ინსემინაციებთან ერთად. აი ძირითად გამოწვევ ფაქტორებად თქვენი პრაქტიკის მიხედვით უფრო რას დაასახელებდით უნაყოფობის? აი რა შეგხვედრიათ მეტად თქვათ ყველაზე ხშირად შეგხვედრია საკმაოდ ხშირი ასევე მამაკაცის როლიც, რომელიც ძალიან მარტივად ხდება ამ დიაგნოზის დასმა სპერმოგრამის ანალიზის ჩაბარებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, როგორც წესი, უნაყოფო წყვილის გამოკვლევა ჩვენ ვიწყებთ მამაკაცის გამოკვლევით, იმიტომ რომ მამაკაცი ააბარებს სპერმოგრამას და ამ ხრივ მეტნაკლებად უკვე ხდება დიაგნოზის დასმა და ქალბატონებში უნაყოფობის გამოწვევის ყველაზე მიზეზია მაინც ძირითადად ენდოკრინული დარღვევები. უშუალოდ ოვულაციაზე დარღვევა, ოვულაციის დარღვევა. დარღვეულია ნორმალური ფოლიკულის წარმოქმნის პროცესი და შესაბამისად ფოლიკული თუ ჯანმრთელი არ არის, ის ვერ წარმოქმნის სრულფასოვან კვერცხუძრეთს, რომ მოხდეს მისი შემდგომი განაყოფიერება. ამ პრობლემის დიაგნოსტირება ხდება ძირითადად ულტრაბგერითი კვლევით, ხდება ფოლიკულის მონიტორინგი, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, როგორ ვითარდება ფოლიკული, რა ზომებს აღწევს, ხდება თუ არა მისი გასკდომა, მეორე ფაზაში მისი მდგომარეობა. შემდეგ პაციენტს ვიკვლევთ ციკლის განსასრულ დღეებში ჰორმონალურ ანალიზებზე, ასევე ყურადღება მინდა მივაქციო, რომ აუცილებლად ეს ექიმის რეკომენდაციით მეთვალყურობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. ციკლის განსასრულ დღეებში ხდება მხოლოდ განსასრული ჰორმონების განსაზღვრა. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსაც, იმიტომ რომ ვიტყოდი, რომ საქართველოს ენდემური კერაა ჭიყვის და ძალიან მაღალია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების როლი. ამიტომ ჩვენ ქალბატონებს ეხოსკოპიაზე, ფარისებრი ჯირკვლის ტესტირებას ისე როგორც ორსულს თითქმის ყველას ვუტარებთ. ქალბატონ თეონა, ასევე საინტერესო ჰორმონალური დარღვევების შესახებაც რომ გვესაუბროთ.
აი გამომწვევი ფაქტორების, ძირითადი გამომწვევი ფაქტორების და სიმპტომების შესახებ და რა თქმა უნდა როგორ ხდება თქვენს კლინიკაში ამის კორნალობა, ამ პრობლემების მოგვარება. ჰორმონალური დარღვევების გამოწვევი მიზეზები შესაძლებელია იყოს გენეტიკური მემკვიდრეობითი. ხშირად ხომ ესეთ პაციენტს ჩვენ რასაკვირველია მის ისტორიას ვწავლობთ, ოჯახურ ისტორიას, აუცილებლად ვეკითხებით მსგავსი პრობლემა ქონდა თუ არა მის მშობლებს, დედას, ბებიას. ესეთი პათოლოგიები, როგორც წესი, უფრო რთულად ემორჩილება ხოლმე საერთოდ მკურნალობას. ასევე ჰორმონალური დარღვევების ეტიოლოგიაში ანუ დაავადების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ სტრესებს და სხვა ენდოკრინული ჯირკვლის პათოლოგიებსაც, როგორც აღნიშნე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, იმუნიტეტის დარღვევებსაც, ადრე გადატანილ ინფექციურ დაავადებებს, როგორც არის თუნდაც რესპირატორული ინფექციები, ბავშვობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, ხშირად ანგინები, ქირურგიული ოპერაციები, ჩატარებული უპირატესად როგორც რეპროდუქციულ ორგანოებზე, მაგალითად ოვარიექტომია, ეს იგულისხმება საკვერცხეების ამოღება, ასევე სხვა ენდოკრინულ ორგანოებზე, ფარისებრ ჯირკვალზე, აბორტები. ასევე მინდა გამოვყო არასწორი კვების, არაჯანსაღი ცხოვრების წესის როლიც ჰორმონალური დარღვევების გამოწვევი როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. განსაკუთრებით მინდა ყურადღება მივაქციო მე-11 კლასელი გოგონები, რომლებიც ხშირად არიან ჩემთან ამ აღნიშნული პრობლემებით, ჰორმონალური დარღვევებით, რაც ძირითადად რასაკვირველია გამოიხატება არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლში და ეს პაციენტებს ხო, მაგასაც ვეტყვი, მაგასაც გიტყვით, ასევე მინდა თქვათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ძალიან არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ძირითადად სწრაფი კვებაზე არიან, ველღებულობენ საჭირო ხილს პროდუქტებს, არასწორად ცხოვრების რეჟიმი და ძილის და დღის ისა არასწორად აქვს ხშირად განაწილებული, ღამის 6-4 საათამდე არიძინებენ უბრალოდ კომპიუტერთან ზიან. რასაკვირველია ეს ყველაფერი მოქმედებს, იმიტომ რომ ჰორმონების გამომუშავებას ახასიათებს თავისი ბიოლოგიური საათი. ყველა ჰორმონი, ჩვენ მაგალითად პროლაქტინზის სისხლის ანალიზს გაღვიძებიდან რაც შეიძლება მალე უნდა ჩაბარდეს, იმიტომ რომ ის იმპულსური წარმოქმნა ორგანიზმში თავის ტვინის მიერ დილის საათებში ხდება და როდესაც ეს ბიოლოგიური რიტმი ორგანიზმს არეული აქვს, ყველაფერი გამოიხატება საბოლოოდ ჰორმონალური დარღვევებში. ასევე გამოიხატება ჰორმონალური დარღვევა როგორც menstrualuri ციკლის დარღვევით, ეს არის მაინც ძირითადი ჩივილიც ქალბატონები ჩვენთან მოვდიან, ასევე კანის მდგომარეობა, ძალიან ხშირად აკნე, სებორეა, ჭართმიანობაც ასევე მეტყველებს ჰორმონალურ დარღვევებზე, სტრიები არანავშობიარებელ ქალებში, ჭარბი წონა, ან კიდე პირიქით წონის დეფიციტი. ხშირად პათოლოგიური გამონადენი სარძევე ჯირკლებიდან, უფრო ლაპარაკი არის ძისებულ გამონადენზე, რომელიც ხშირად ჰიპერპროლაქტინემიას, ანუ თავის ტვინის ჰორმონის მიერ პროლაქტინის გაძლიერებულ გამომუშავებას მიუთითებს. თავის ტკივილები და ძირითადად სხვა მრავალი სიმპტომი. ყველაზე ხშირად, როგორც გითხარით, ეს მაინც ესეთ პაციენტები ექიმთან მომართავენ ციკლის დარღვევით, menstrualuri ციკლის დარღვევით, აქ ლაპარაკია როგორც ციკლის განხანგრძლივებაზე, ასევე შემცირებაზე, უშუალოდ menstrualuri გამონადენის განხანგრძლივებაზე, შემცირებაზე. ზოგჯერ პროცესი უფრო გაღრმავებულია და ხშირად ასეთ პაციენტები ამენორეთ, ანუ menstruაციის არარსებობით მოდიან უკვე ექიმთან. დიაგნოსტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ლაბორატორიულ კვლევებს, ჰორმონალურ ანალიზებს, ასევე ეხოსკოპიასაც. ზოგიერთი პაციენტი კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზეც იგზავნება. მკურნალობის ძირითადი მიზეზია გამომწვევი მიზეზის პოვნა, ლიკვიდაცია და ჰორმონალური დარღვევების კორექცია. ანუ მაინც ძირითადად კონსერვატორია. კონსერვატორია იგულისხმება, როდესაც უკვე მედიკამენტოზური თერაპია, ასევე სწორი რეჟიმის შესახებ სრულფასოვანი კვება, ეს ყველაფერი ხელს უწყობს მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ ზოგჯერ მდგომარეობა, ანუ ზოგჯერ პაციენტი იგზავნება უკვე ქირურგიულ ჩარევაზეც, მაგალითად პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს, ქალბატონები, რომელსაც ასევე უშულობაც ერთ-ერთი გამოვლინება ამ დიაგნოზის, თუ დაახლოებით 6 თვის მანძილზე მედიკამენტოზური თერაპია შედეგს არ იძლევა, მე ესეთ პაციენტები იგზავნება ქირურგიულ
ქირურგიულ მკურნალობაზე. კეთდება ლაპარასკოპია და საკვერცხების დრილინგი. ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ოპერაცია არის და ხშირად შედეგიანია. და ისიც რომ უთხრათ ჩვენს მენელს რა ხდება, რას იწვევს არ გაკონტროლება აი ამ ჰორმონალური დაავადებების. Ну, საერთოდ მე მინდა თქვა რომ ყველა ქალბატონი ეს არის პოტენციური დედა, ამიტომ საბოლოო ჯამში ყველაზე არასურველი და ცუდი გართულება რაც შეიძლება გამოიწვიოს, ამას შესაძლებელია უშულობამდე მეგვიყვანოს. და ადამიანის ორგანიზმის ერთიანი სისტემა არის, არ არის მარტო რეპროდუქციულ ორგანოში. ჩვენ ესეთ პაციენტებს დაწყებული თავის წვენიდან ფარისებრი ჯირკვალი, თირკმლსა ჯირკვალი მთლიანად ვიკვლევთ და იმიტომ ხშირად რომ ესენი ჰორმონები ერთმანეთთან პლუს-მინუს კავშირებით არის დაკავშირებული. ხშირად თავის ტვინის მიერ რომელიმე ჰორმონის ზედმეტად გამოყოფა იწვევს საკვერცხების ჰორმონების დეფიციტს და ამიტომ ერთი რგოლის ამოვარდნა იწვევს პრობლემებს მთელ ორგანიზმში. ქალბატონო თეონა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან. მადლობა საინტერესო საუბრისათვის. მაშასე ნებისმიერი გინეკოლოგიური პრობლემები შეგიძლიათ დროულად მოვაგვაროთ საქართველოს-ისრაელის ერთობლივ კლინიკაში Oxford Medical Georgia. მიბრძანდით, ჩაიტარეთ ყურადღებითი გამოკვლევა, ინკურნალეთ და იყავით მშვიდად. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმარი იყო კლინიკა Oxford Medical Georgia-ს კონსულტანტ გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ქალბატონი თეონა სალუქვაძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენც დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის. იმედია ჩემი რჩევები პაციენტებს გამოადგება. დროულად მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს, გინეკოლოგიური კვლევა, გინეკოლოგთან ვიზიტი უნდა იყოს უმეტეს შემთხვევაში სკრინინგული, ანუ ყოველგვარი ჩივილების გარეშე. ჩაიტარეთ პაპ ტესტი, პაპილომავირუსის გენოტიპირება. ნამდვილად. შემდეგ ოთხშაბათს, რა თქმა უნდა, ამავე ტალღაზე 100.3 პირველი სამედიცინო რადიოს მედეფემის ეთერში შევხვდებით გადაცემით შენის სარკე. კარგად.